აფხაზეთის საჯარო სკოლებში სწავლებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. პროცესის გასაცნობა და პედაგოგებთან შესახვედრად ქუთაისში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი. სტუმრებმა დაათვალიერეს აფხაზეთის მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლების სასწავლო გარემო. გაეცნენ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას და ისაუბრეს როგორც არსებულ გამოწვევების, ისე სამომავლო პროექტების შესახებ. შეხვედრებს აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ. მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის საჯარო სკოლების საჭიროებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად ეცნობა. აფხაზეთის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია აფხაზეთის სკოლები, მათი ინფრასტრუქტურული გამართვა. დღეს ვიმყოფებოდით ქუთაისში, ვინახულეთ ორი სკოლა, შევხვდით პედაგოგებს, ადმინისტრაციულ პერსონალს, ვისაუბრეთ სწავლების პროცესზე, ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე და სამომავლოდ ვეცდებით, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პრობლემები გადავჭრათ, მოვახდინოთ რეაგირება და ჩვენს დევნილ მოსწავლეებს შევქმნათ ღირსეული სასწავლო პირობები. ჩვენი სამინისტრო ყოველთვის ახორციელებს ინფრასტრუქტურული პროგრამების მიმართულებით მხარდაჭერას და მაქსიმალურად ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ მსგავს ინიციატივებს. დღეს ჩვენ შევხვდით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს და განათლების მინისტრს. გავაცანით ჩვენი სკოლა, დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურა, ასევე ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც სკოლას აქვს. დავსახეთ სამომავლო გეგმები, ჩვენ მუდმივად გვცნობთ მათგან მხარდაჭერას და ვფიქრობთ, რომ ყველა მიზანი, რაც ერთად დავსახეთ, განხორციელდება და ის მცირე პრობლემები, რომლებიც ამ ეტაპზე სკოლას უდგას, მალევე აღმოიფხვრება.